პირველ რიგში, როგორც დედა და ბებია, ვაპროტესტებ იმ ახალგაზრდების ცემას, დასახიჩრებას, წვალებას და დაპატიმრებას, რაც აი ამ დღეებში აი აქ მოხდა. ჩემი სოლიდარობა მათ. მეორედ, აუცილებლად უნდა გადადგეს ეს დიქტატორული, უზურპატორული მთავრობა. უკვე დაგვანახა თავისი მმართველობის არსი, შინაარსი და ასე გაგრძელება და ქვეყნის ესეთი გაღატაკება და ესეთი დამონავება უკვე შეუძლებელია. და ამ ბოლო დღეებში აი გუშინ კანონში რა ცვლილებებით შეიტანეს, ეს ღირსებით ევროპაში კი არა, ღირსება აქვხადეს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხს. მე არაფერში არ ვერეოდი, ახლა დღეს გამოვიარე აქ და გავიგე რაც ხდება, უერთები ამ ხალხს და რატო უერთები, იმიტომ რომ ქართველები მინდა იყვნენ სახელმწიფო სათავეში. მინდა ისტორიულად ცოდეთ თავიანთი ისტორია. ნათქვამია გველსა ხრელით გამოვიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო. რა არის ეს კეტები და ინტელექტი თუ არა გაქვთ, მიდგომა თუ არა გაქვთ, თუ ახალგაზრდა ვერ აგები, საჩი ვერ ახარ იმ ადგილზე, სადაც ახარ რა. მე აგერ ვეუნები ვიცნობს უყელად, ბიზნესაც პირადად ვიცნობს უყელად. ხალხო რას აშვებით, რას იმეტებთ ამბავშვებს, რას ერჩით? ყველაზე მეტად ჩვენი თაობის ბებიამ და აი ამ ჩვენმა თაობამ იცის რუსული რეჟიმის ენის მათრახე. აი პირადად მე მუსიკოსი ვარ და პირადად ჩემს თავზე არა, მაგრამ ჩემს ირგვლივ წრეში საკუთარ თვალწინ მაყავს ნანახი როგორი იყვნენ ლამაზად დალაგებული საბჭოთა რეჟიმის დროს ქართველი ხელოვანები, მათი მსხვერპლი. არაფრით არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა და კიდევ მათმა მომავალმა თაობამ ისევ იმ რუსული რეჟიმის ქვეშ იცხოვრონ. მე როგორც ბებიას ნამდვილად არ მქონდა უფლება რომ სახლში მდარიყავი და ტელევიზორისთვის მეყურებინა. ამიტომ მოვედი აქ და უერთებ ჩვენ ხმას, ჩვენ ეს ასაკოვანი ხალხი, უერთებ ჩვენ ხმას, ჩვენს ახალგაზრდებს, თქვენ მომავალ თაობას, რომ ღირსეული სიბერე გქონდეს და ღირსეული მომავალი ჩვენ შვილიშვილებს.